აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში, ოფიციალური შეხვედრები და შეთანხმებები. დეტალები სიუჟეტში. უახლოეს პერიოდში ბათუმი კიდევ ერთ ქალაქს დაუმეგობრდება ბურსასთან. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ცალმხრივი შეთანხმების დოკუმენტი არჩილ ხაბაძეს ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გადასცეს. დოკუმენტს ხელი აპრილში მოეწერება. ქალაქების დამეგობრების შემდეგ ბურსას ერთ-ერთ ქუჩას ბათუმის სახელი მიენიჭება. ახლო პერიოდში გავაფორმებთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ესეც იქნება, მე ვფიქრობ, სიმბოლური, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ბურსა არის ძალიან დიდი ქალაქი, მეოთხე რიგით თურქეთში 3 მილიონამდე მაცხოვრებელი, გამოცდილება დიდი, როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის თუ სხვა. ძალიან თბილი საუბარი ჰქონდა დელეგაციის წევრებთან. გავიხილეთ ისეთი საკითხი, როგორიცაა ბათუმისა და ბურსას დამეგობრება, რასაც ოფიციალური სახე მალე მიეცემა. რაც შეეხება ეკონომიკას, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ თურქმა და ქართველმა ბიზნესმენებმა თავიანთი პროდუქციის რეალიზებაში. ბურსაში აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ჟურნალისტებთან შეხვედრით დასრულდა. არჩილ ხაბაძემ შეკითხვებს ჟურნალისტთა ასოციაციაში უპასუხა. მედიის წარმომადგენლები ბურსასა და აჭარას შორის სამომავლო თანამშრომლობის, აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის და ბიზნეს სფეროებით დაინტერესდნენ. ამომწურავი პასუხები მივიღეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შეკითხვებზე, რომლებიც ქართველი და თურქი ბიზნესმენების სამომავლო ურთიერთობას შეეხებოდა. მისასალმებელია ბათუმის და ბურსას დამეგობრება. მნიშვნელოვანი ვიზიტია. ორი ქალაქის დაძმობილებამ გაგვიჩინა სურვილი, რომ ქართველი და თურქი ჟურნალისტებიც დაძმობილებული იყვნენ. ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან დაიგეგმა თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აჭარის სამთავრობო დელეგაცია სტამბოლის მერმაც უმასპინძლა. თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე გამოცდილებების გაზიარება. აქცენტი ქადირ თოფბაშის განცხადებით ამ საკითხებზე გაკეთდა. სასიამოვნო შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე სხვადასხვა კუთხით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მთავრობის თავმჯდომარის სტუმრობა დელეგაციასთან ერთად. საქართველოს თურქეთის კარის მეზობელია, განსაკუთრებით აჭარის რეგიონი. სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა შედგა ქალაქ ინეგოლის მერთან და გუბერნატორთან. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე მხარეებმა აქაც ისაუბრეს. არჩილ ხაბაძე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდა. თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების სამშობლოში მოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება. შეხვედრების სხვადასხვა ქალაქებში ბიზნეს ორგანიზაციებთან ეს სამომავლო თანამშრომლობის ინვესტიციების განხორციელების საწინდარია. ვფიქრობ, რომ საინტერესო კავშირები დამყარდება. სამთავრობო დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სტამბოლის გუბერნატორთან, თურქეთის ავიახაზების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ასევე თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთანაც გამართა.